Так, ვნახოთ რა ენერგიებში ხართ, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ვისი უნდა იყოს გაშლა. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა და ამ ეტაპზე. ნელზე ჩავდეთ. ელოდებით განახლებას. თქვენი სიყვარულის, აი როგორ ახართ იცით, კი არის ბარიერი თქვენ შორის ახლა. სივრცე, მანძილი, მაგრამ იცით რომ სიყვარულია. ვერ გადიხართ რა ამ სიყვარულიდან რა. და ეჭვიანობთ თქვენს მამაკაცზე ძალიან. ეს დასტა მიყვარს ძალიან მეტყველია. კარგით, მოდი ვკითხოთ მაშინ ამ მიმართულებით. უნდა დატოვოს თუ არა ამ ქალმა ეს სიყვარული. ანუ ფიქრობთ, რამდენი ადამიანიც არ უნდა ყავდეს ის არავისთან არ წავა, მაინც ჩემი სიყვარული აკავებს. ქალი რა უნდა გააკეთოს ამ ქალმა ურთიერთობაში? საკუთარი თავი უნდა იპოვო ამ კრიზისულ სიტუაციაში, აქ ასე მეუბნებიან. ანუ თქვენი თავი იმ ადამიანში კი არ უნდა ეძებოთ და ის სიყვარული, რომელიც ძალიან მებანალურება ხოლმე ამ ფრაზებს რომ ვამბობ, იმიტომ რომ ეს ხო ისედაც იცით, მაგრამ ამას მეუბნებიან. საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ, საკუთარ სისავსევეში, ანუ რაოდენ ნაყოფიერია თქვენი გონიერება, აი ამ ყველაფერს მოუხმეთ. ანუ ბრმად მიდიხართ და ეძებთ თვალებ დახუჭული, მიდიხართ რისკზე, აქ საკუთარ თავში უნდა იპოვოთ სიყვარული. გეშინიათ, არ იცით, ბედი რას გიმზადებთ? ბედი გიმზადებთ, ჩემო კარგებო, ფინანსურ საოცრებებს გიმზადებთ ბედი. რაღაცა ეს არის, რა ქვია, შეიცვლება რა შეიცვლება? შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც თქვენს გეგმებს მიმართავთ თქვენ საქმეზე. შეიცვლება თქვენი ცხოვრება გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, როდესაც გეგმებს მიმართავთ თქვენ საქმეზე. ეს არის, რა ქვია, რამე ახალი სამსახური ელოდება ამ ქალს? რამე ახალი სამსახური ელოდება? აქ რას მეუბნებიან, იცი, საკუთარი საქმით დაკავდითო, მაქსიმალური ენერგია ჩადეთ თქვენ საქმეშიო, რასაც აკეთებთ. აი, თითქოს რომ მოგივლით იმ ადამიანზე ფიქრით, ეგრევე დაიწყეთ საქმის კეთება, რაღაცას მეუბნებიან და
ავტომატურად ეს გამოგიყვანთ იმ სიყვარულის აპათიიდან, რომელშიც ხართ სტაგნაციაში და იმედიც აღარ გაქვთ და აქ მაგიტო არის ეს სიტუაცია მოცემულიო, რომ შენი ემოციები, რა ემოციები ну როგორ არის იცი გონიათ რომ ამ კაცს მარტო გასართობად უნდოდით რა და вообще მაგას ახლა ახალი ურთიერთობაც აქვს ესეც გონიათ და არ იცით აი აქ და რა არის გამოსავალი არა ამ გოგოსთვის გეტყვით რა არის გამოსავალი ნუ ფიქრობთ რომ ამ ადამიანს არ უყვარდით, ნუ ფიქრობთ რომ პირობითად ეს ადამიანი ნიღბებით იყო თქვენთან, ნუ ფიქრობთ რომ თქვენთან კარგად როგორც ვნებდა თავს ეს ადამიანი მსახიობურად იქცეოდა და გამოსავალი ის არის ვაფშეტა რომ ეს ადამიანი მოვა თქვენთან, ხო? კი ბატონო. მოვა თქვენთან სერიოზული ამ ყველაფერს გეტყვით ახლა რასაც აქ ტარო გეუბნებათ და ამ ყველაფერზე ნუ ხარჯავთ რა ენერგიას ჩემო სიხარულებო. უბრალოდ ამას თქვენი ეშინია. იცის რომ ელოდებით. და ან ცოტა არ იყოს ამას ეშინია, იცოდეთ რომ გითვალთვალებთ ყველგან, მაგრამ ეს ადამიანი მოვა. გამოსავალი ის არის ჩემო კარგებო, რომ აი ამ ფიქრებზე ნუ კარგავთ ენერგიას. ნუ ვარდებით აპათიაში, აი აქ რაც ტარომ გითხრათ. ნახოთ მომავალი 1 თვის განმავლობაში, რა იცვლება შენს ცხოვრებაში, რადიკალურად რა იცვლება შენს ცხოვრებაში, მომავალი 1 თვის განმავლობაში და ვაკითხოთ, შენ ამ 1 თვის განმავლობაში როგორი ქმედება, გემსახურება და გევალდებულება შენი თავის მიმართ, როგორი ქმედება, გევალდებულება შენი თავის მიმართ და რა გელოდება საერთოდ პერსპექტივაში ამ 1 თვის განმავლობაში. მოდი ჯერ ქმედება ვნახოთ რა გევალება. ქმედება გევალება ის, რომ არ იეჭვენ ამ ადამიანზე. ეს ადამიანი რაღაცა ფულს აგროვებს და ქმედება გევალება ის, რომ არ იეჭვენო, არ იფიქრო, რომ ეს ადამიანი სხვას ხვდება, კარგად არის, ბედნიერად არის და წავიდა საბოლოოდ თავის გზაზე. ეს არ იფიქრო, გეუბნებიან, არ იეჭვენო, ეს ადამიანი გეუბნებიან, აქ უბრალოდ ფულს აგროვებს და ქმედება არის ის, რომ შენი ენერგიები ამაზე არ დახარჯო. რა მოდის შენს ცხოვრებაში? ორი უმაღლესი არკანი. აი ზუსტად ეს მამაკაცი მოდის 1 თვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში და აბსოლუტურად შეცვლილი. აბსოლუტურად შეცვლილი. ამისთვის თუ თქვენთან დაოჯახება იყო დიდი ტვირთი, იქ შეიძლება ბავშვებზე ფიქრობდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მთავრდება. აი ამ ყველაფრით ცვლილებით მოდის ეს ადამიანი თქვენთან და პერსპექტივა ამ ურთიერთობის სიყვარული. რასაც ელოდებოდით თქვენ. თქვენი ეს გაბრაზება არის ნიღაბი, პერსპექტივა არის ის, რომ თქვენ რასაც ელოდებოდით და ფიქრობდით, რომ ვტყუდები ამ სიყვარულში და თავს ვიტყუებ, რომ მაგას მე უყვარდი, არ მოტყუდებით. არ მოტყუდებით.
იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს როგორ მოვიდეს თქვენთან, როგორ გითხრათ თავის სიყვარულის შესახებ, უბრალოდ არ იცის, აი იცი რატო ვერ დგავს აქამდე ცნობი იჯს, არ იცის თქვენ ამ ადამიანს გაუგებთ კი, იმ ყველაფერს გაუგებთ კი? ხოლო თქვენზე ფიქრობს ესა, რომ იცოდეთ, იმ ბედნიერ დღეებზე, რაც თქვენთან იყო, რაიმე თქვენ რო ეს აირჩიეთ, ამაზე შეიძლება მარტო გადის და ფიქრობს, რომ ესა რა ქვია, ესეც ეჭვიანობს. თუ გითვალთვალებთ, რაიმე როგორ ეჭვიანობს, ეგ ხო არ წავიდაო. მაგრამ ჩემი ქალი არის ეგ არის ჩემი ქალი. დარწმუნებული ვარ, აი როგორი რაღაცა იცი, ჩემთვის და მაინც ეჭვიანობს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ თქვენც გიყვართ. ჩემო კარგო ადამიანებო, როდესაც საუბრობ საკუთარი თავის სიყვარულზე, ყოველთვის გულისხმობ იმას, რომ არა მიწიერ დონეზე, რომ თქვენი ეგო დაანახოთ ადამიანს, თუ როგორი მაგარი ხართ. არა, აქ საკუთარი თავის სიყვარულზე საუბარი ემსახურება შემდეგ აზრს, რომ თქვენს გულს უსმინოთ, დაუჯეროთ, როდესაც ფიქრი სხვას გეუბნებათ და გული სხვას გეუბნებათ. ყოველთვის დაუჯერეთ გულს. მე არ გულისხმობ იმას, რომ აი აზრი არ დაატანოთ თქვენი გულის თქმას, არა, ამას არ გულისხმობ. აი დაუშვათ გეუბნებათ გული, რომ ამ ადამიანს უყვარხართ და ეს ადამიანი მოვა. მაგრამ გონება გეუბნებათ, რომ არა, წადიკაცო, ახალი ურთიერთობა ნახე, ან ვიღაცა ნახე. არა, თუ გინდათ ნახეთ ის ახალი ურთიერთობაც ყველაფერიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმას, რომ ახლიდან იწყებს იმ კარმულ წრეში ჩაბრუნებას, რაშიც იყო და არ დაამთავრა. აი იმიტომ ხდება, რომ დაუსრულებელი სულის კარმული მდგომარეობები, რომელიც ადამიანთან გაკავშირებთ და გარბი ხართ, შეიძლება არ გარბი ხართ, ფიქრობთ, რომ სიტუაცია მექნება ისეთი, რომ მივდივარ, მაგრამ აი, როდესაც ახალ ურთიერთობაში შედიხართ და იმის მიზნით, რომ ის ძველი დაგავიწყდეთ, ის ტკივილი გაგინელდეთ, იგივე წრეზე ტრიალდება სული, იმიტომ რომ სული ცდილობს თავის გზის გავლას, თავის გზის დამუშავებას და როდესაც გულისხმობ საკუთარი თავის სიყვარულს, აქ არ გულისხმობ იმას, რომ თქვენი ეგო გამოყვებოთ, საკუთარი თავის სიყვარული თქვენს ეგოში მდგომარეობდეს, შიგნით, სულში უნდა ჩაიხედოთ, რას გეუბნებათ სული, რას გეუბნებათ გული, მიუხედავად იმისა, რომ გონება ამ შემთხვევაში რას გკარნახობთ, სულის თქმა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს, იმიტომ რაღაცა დამცირებულად გრძნობდეთ თავს, არა, აი ეს არის ეგო, იმიტომ რომ ეს გადადეთ, ეს ყველა ურთიერთობა რაღაცას ასწავლის ადამიანს. აუცილებლად რაღაცას ასწავლის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მტკივნეული ფორმით დაშორება შერიგებით მიმდინარეობს და რას გასწავლით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის კიდე როდესაც გაიგებს ადამიანი თუ რას ასწავლის ეს ურთიერთობა და აი ამის გავლის გარეშე უნდა ის ყველაფერი კარგი, რაც მაგის გონებაში ტრიალებს მიიღოს, ასე არ მუშაობს და არ ხდება ჩვენი ცხოვრება. აი ეს იწვევს ზუსტად იმ დაუსრულებელ კრუგს ცხოვრებაში, ურთიერთობების სფეროში, რომელშიც არაერთი ქალბატონია აღმოჩენილი. მე მესმის აბსოლუტურად, რომ ზოგჯერ დრო იწელება, ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს, იცი რა, ასაკი მინდის, ვერდები და ეს თუ არა, მაშინ სხვა. სამყაროს ეს არ ავიწყდება, ყველაფერი იცის ჩვენზე კარგად, მაგრამ შეიძლება გავიდეს 1 წელიც კი ურთიერთობაში და არაფერი არ იცვლებოდეს. პირობითად ვამბობ, შეიძლება 1 წლის მანძილზე იყოს პაუზა. და თქვენ ფიქრობდეთ, რომ ამდენი დრო გავიდა, თუ რამე შეცვლა უნდა. იმაზე კი მოფიქრობ, შენზე იფიქრე, შეცვალე, შენ რამე შენს თავს შეცვალე არა, გაზარდე. ზრდა პირდაპირ პროპორციულია ცვლილების. გავიზარდე მე? არა რაღაცა ფიზიკურად, არამედ
სულიერ დონეზე. ჩაიხედე შენ სულში რამდენი წლის ხარ. ჩაიხედე პატარა ბავშვით რო ფოჩიანი კამფეტი გინდა. გაიგე რომ ესეა, გაიგე არა გინდა. აი ეს რო გინდა, აი ეს კამფეტი რის ფონზე მიიღება, აი ეს არის ზრდის პროცესი, გამიგე? კი, შეიძლება ეს ნახე როგორ რაღაცა ამ კამფეტს გაჩუქებს სამყარო, როდესაც შენ გაიგებ ეს კამფეტი როგორ მოიპოვება. და ეს ყველაფერი ემსახურება იტყვით, რომ რისთვის თუ ესეა, სულ არაფერი არ მინდა. ეს შენი ეგო ლაპარაკობს ამ დროს. ჩვენ ყველა თითოეული სული დაბადებული ვართ იმისთვის, რომ გავიზარდოთ. ჩვენ აი ესეთ 60 დილზე არ გავიზრდებით, არა. იმიტომ რომ თუ რამე ტკივილი არ გქონდა, ჩვენ რაღაცებს ვერ ვიცვლებით, ანუ ვერ ვიზრდებით. ალბათ ყველას გქონიათ ცხოვრებაში რაღაცა მტკივნეული, რის ფონზეც ისეთი აღარ ყოფილხართ, როგორიც მანამდე იყავით, ხო? რა მოხდა? ზრდა. ამის ფონზე ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის ანესთეზიის მდგომარეობა, რომელიც იწვევს გაყუჩებას ოპერაციამდე და ამის ფონზე უძლებ იმ ტკივილს, ხო? მაგრამ როგორი რაღაცა იცი? რეაბილიტაციის, აი მთავარი ტკივილი და მთავარი ოპერაცია მიმდინარეობს, როდესაც ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, იწყება, არ დავიწყება. მაგრამ იმას სიყვარული აანესთეზირებს და შემდეგ უკვე, როდესაც რაღაცა არ იცვლება, შემდეგ როცა ვერ ხვდები რა უნდა შეცვალო, ეს ჭრილობა რო გამიზეზდება და აქტივა და გაწუხებს უკვე აი ესეთ ფორმას იღებს, გამიგეთ? ძვირფასო ქალბატონებო, მე ყველას, ვინც პირველად ხართ ახლა ამ არხზე, ვისთვისაც პირველი იყო ეს ვიდეო, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. და ეს არ არის ბანალური სიტყვები. ეს მოცემული მდგომარეობა, რაშიც ახლა შენ იმყოფები, რაშიც ფიქრობ, რომ აი ყველაფერი უაზროა შენთვის, ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ გაკვეთილის მდგომარეობა. როგორც კი შენ დაიწყებ გაცნობიერებაში შესვლას, ეგრევე ნელ-ნელა გაიხსნება ის მომენტი შენ სულში, რომ არ არის ყველაფერი უაზრობა და აქედან იწყება მთავარი ახალი გზა შენს ცხოვრებაში. დაქალები, ძმაკაცები, მეზობლები, დედა, მამა, ყველა კარგია, ყველამ შეიძლება კარგი რჩევა მოგცეს, მაგრამ როდესაც შენი სული იწყებს გაღვიძებას, იქ მარტო უნდა იყო. გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას, დამდეგშობას გილოცავთ და გახსოვდეთ, რომ არ ხართ ტანჯვისთვის დაბადებული და სამყაროს ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერი იქნება კარგად. მე კი გიგზავნით სიყვარულს, სითბოს, პოზიტივს და ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი შეიძლება თქვენთვის იყოს სამყაროსგან განკუთვნილი, უბრალოდ ამის მიმღებლობის გზა გახსენით. დაიწყეთ ამ გზის, ჩახერგილი გზის გასუფთავება. თუ თქვენი იყო გაშლა, დალაიქეთ ვიდეო ენერგო დაბალანსების სახით სამყაროსა და სულიერ სამყაროსა და მიწიერ სამყაროს შორის. გიტოვებთ არხზე სიყვარულს და გისურვებთ თქვენს გულში